39 ევროპული ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით ევროპაში სახელმწიფო პენსიები ცხოვრების ხარჯების ნაწილს ან მეტს ფარავს. თუ HR კომპანია Morpheus მონაცემებს დავეყრდნობით, რომელიც ევროკავშირის წევრ, კანდიდატ ან უბრალოდ ამ კონტინენტზე მდებარე სხვა ქვეყნების საშუალო პენსიებს აქვეყნებს და შემდეგ ნამდვილ მონაცემებს შევადარებთ, რომელიც ცხოვრების საშუალო დონესა და ხარჯებს აფასებს, ვნახავთ, რომ ევროპის 39 ქვეყანაში სრულად განსხვავებული რეალობაა. პენსიების წილი ცხოვრების ხარჯებში 22%-დან 225%-მდე მერყეობს და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, 39 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს. ყველაზე მაღალი კი ლუქსემბურგს, სადაც მაგალითად საშუალო პენსია 28.790 ევროა, ხოლო ცხოვრების ხარჯი 12.791 евро. ეს ნიშნავს, რომ პენსია ცხოვრების ხარჯებს 225%-ით აღემატება. ანუ პენსიონერს ზედმეტად 15.999 евро რჩება. საერთო ჯამში მონაცემები ასეთია. ქვეყნები, სადაც სახელმწიფო პენსია საცხოვრებელ ხარჯებს თითქმის ორმაგად ფარავს, ევროპაში სულ 4-ია: იტალია, ფინეთი, ესპანეთი და დანია. ევროპის 6 ქვეყანაში მაჩვენებელი ასევე მაღალია და პენსია ცხოვრების ხარჯებს 150%-დან 180%-მდე ფარავს და მათ შორის ისლანდია, ნორვეგია, გერმანია, ბელგია, ავსტრია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ხვდებიან. ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელიდან 100%-დან 150%-მდე დაფარული ცხოვრების ხარჯები 6 ქვეყანაში გვხვდება და ეს 6-ეული ასე გამოიყურება: შვეიცარია, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი, ჩეხეთი და საბერძნეთი. არაერთ ქვეყანაში პენსიები ცხოვრების ხარჯების 80%-ზე მეტს ფარავს და ეს ქვეყნები სლოვენია, სლოვაკეთი, ესტონეთი, პორტუგალია, მონტენეგრო, ლიტვა, ხორვატია და უნგრეთი არიან. ხოლო იმ ქვეყნებს შორის, სადაც მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა და პენსია ცხოვრების ხარჯების 65%-ზე ნაკლებს ფარავს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო ლიდერობს. თუმცა აქვე შედარებით უკეთესი მაჩვენებლით ლატვია, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, კვიპროსი და ბოსნია-ჰერცეგოვინა ხვდებიან. 50%-ზე დაბალი მაჩვენებელი მოლდოვას, ალბანეთსა და უკრაინას აქვთ. საერთო შეფასებით პენსიების არასაკმარისობა იმ ფაქტთანაა დაკავშირებული, რომ ზოგი ქვეყანა სიღარიბეშია, რის გამოც ოჯახები იძულებული არიან ასაკოვან ნათესავებს დაეხმარონ. გეოგრაფიული ტენდენციები კი აშკარაა. ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში, ასევე ნორდიკულ ქვეყნებში პენსიები ხშირად ან სრულად ფარავს ცხოვრების ხარჯებს, ან აღემატება კიდევაც მას. ცენტრალურ ევროპაში პენსიები მხოლოდ ზომიერ დაფარვას უზრუნველყოფს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში პენსიები ჩვეულებრივ ცხოვრების ხარჯების მხოლოდ ნაწილის დაფარვას ახერხებს.